ძირითადად მოსვენილება და მეგობრებო, მე მინდა ისევ შემოგთავაზოთ ისმაილ პერესის ვიდეო თემით galaktikuri ევოლუცია მთელი კაცობრიობისა. მას დავიწყოთ. galaktikuri ალიანსის ანგარიში წარმოდგენილია გენეტიკური ექსპერიმენტები კაცობრიობასთან, რომელსაც უტარებდნენ კაცობრიობას. მე მოგიყვებით თქვენ 22 გენეტიკურ პროგრამაზე, რომელიც აყალიბებდა კაცობრიობის ევოლუციას არა მხოლოდ 1000, არამედ მილიონი წლების განმავლობაში. აგრეთვე მოგიყვებით მაღალგანვითარებულ არამეტიერ ცივილიზაციებზე, რომლებიც მუშაობდნენ ჩრდილში და ნერგავდნენ მოდიფიცირებას უკეთებდნენ და აუმჯობესებდნენ ადამიანების DNS ამ გრანდიოზული კოსმოსური პლანის ჩარჩოში. აგრეთვე მე თქვენ მოგიყვებითო ნეგატიურ პროგრამებზე, რომლებიც ტარდებოდაო ზოგი არამეტიერი ცივილიზაციებით, რომლებიც იყვნენ დაკავშირებული ნეგატიურ ფრაქციებთან. ალბათ ბევრი თქვენგანიო, უბრალოდ ბევრ თქვენგანს გაგონიათო 2011 წელს სუპერ ფედერაციაზე. რამდენიმე ინფორმატორები, რომლებიც წამოვიდნენ საიდუმლო კოსმოსური პროგრამიდან, ახსენებდნენ, რომ დედამიწა ეს არის გენეტიკური ფორმა, ვაპატიეთ, რომ დედამიწა ეს არის გენეტიკური ფერმა, რომელზეც ტარდებოდა 22 სხვადასხვა არამეტიერი ექსპერიმენტები. ყველა ეს ექსპერიმენტები ტარდება სუპერფედერაციის ეგიდით, რომელიც საბოლოოდ იყო დაშლილი galaktikuri ალიანსის. ანუ ეს გენეტიკური ექსპერიმენტები, რომლებიც ტარდებოდა დედამიწაზე, ტარდებოდა სუპერფედერაციის ეგიდით. ხო და რომელიც დაშალა galaktikurმა ალიანსმა. სხვათა შორის მინდა დავამატო კიდევ ახალი ინფორმაცია, შემთხვევით დავაწყდი ინტერნეტში იმას, რომ ესტონიიდან გამოყავთ ჯარი, ესტონიიდან ბევრი სხვა ქვეყნებიდან, სადაც იყო განლაგებული ამერიკის ჯარები, გამოყავთ. ეს კიდევ ერთი მე მიხარია, იმიტომ რომ ეს კიდევ ერთი გადაგმული ნაბიჯია მომავლისკენ და ეს ნიშნავს იმას, რომ მალე ყველა ქვეყნებიდან, სადაც კი განლაგებულია ამერიკული ჯარები, იმ ქვეყნებიდან ჯარებს გაიყვანენ და როგორც მოგითხარით, უნდა მოხდეს დაშლა ევროკავშირის, ნატოსი, გაეროსი. კარგი, მოდით გავაგრძელოთ. ხო, ისმაილ პერესი უთხრის მადლობას არამხოლოდ იმათ, რომელიც პირდაპირ ეთერში უსმენს მას, არამედ მადლობას უხდის იმათ, ვინც შემდეგ ჩანაწერს მოусმენს. $2011 წელს რამდენიმე ინფორმატორმა, რომლებაც თავი გასაჯაროეს, გამოვიდნენ საიდუმლო კოსმოსური პროგრამებიდან და ახსენეს 22 გენეტიკური ექსპერიმენტზე, რომლებიც ტარდებოდა აქ ჩვენ მზის სისტემაში. სხვა სიტყვებით, ჩვენი დედამიწა ეს იყო გენეტიკური ფერმის მაგვარი, სადაც მოყავდა DNS-ი, მაგრამ ეს 22 ექსპერიმენტი დიდი ხანია უკვე ტარდება და ზოგად მათგანი მაგაში შეიჭრა ძალიან განსაზღვრული ადამიანების განსაზღვრული ჯგუფი, იმისთვის რომ შეექმნა ჰიბრიდული რასები, რომლებიც არ იყვნენ ნაწილი პირველადი ადამიანური
ჩანაფიქრისა და რა დაემართა ამ 22 გენეტიკურ ექსპერიმენტებს, როგორც ჩვენ და როგორ წაიწიეს წინ ამ ექსპერიმენტის როგორ მოხდა ამ ექსპერიმენტის დასრულება და რა დაემართა სინამდვილეში სუპერფედერაციას. სუპერფედერაცია იყო დაშლილი, იმიტომ რომ galaktikuri არხივის თანახმად პასუხისმგებლობა ამ გენეტიკური ექსპერიმენტის ჩატარებაზე და კონტროლზე ამოიწურა 2018 წელს, ამიტომ ახლა ჩვენ ვამთავრებთ ციკლს, ვასრულებთ უბრალოდ ციკლს, ასე რომ ეს 22 გენეტიკური პროგრამები სადაცა იქნება რეალიზებული. იდეა იმის შესახებ, რომ კაცობრიობა ეს არ არის შემთხვევითობა, არამედ არის ხანძრივი და მრავალეტაპური სრულყოფილების პროცესის შედეგი, რომელიც განმტანილი იქნა სხვა პლანეტებიდან, სადაც ეთანხმებიან ერთმანეთს ბიოლოგია, ტექნოლოგია, ცნობიერება და მიზანდასახულობა. ეს კოსმოსური ისტორია მაინც არის ნაწილი ამ პროცესისა, ასე რომ ამ კონცეფციის ჩარჩოში, რომელიც ეხება ადამიანის შექმნის ისტორიას, შედეგად 22 ექსპერიმენტისა დედამიწა წარსდგება როგორც წერტილი, სადაც ასე ვთქვათ, გროვდება ესე იგი ასე ვთქვათ, დედამიწა აღმოჩნდა წერტილი საიდკენაც მოდის ყველა მხრიდან, რადგან დედამიწა წარსდგება როგორც კონვერგირების წერტილი, როგორც სწორი ქვაბი, რომელშიც გონების მრავალი ნაკადები მიედინება და რომლებსაც უწოდებენ ვარსკვლავურ რასებს და რომლებიც იღებდნენ მონაწილეობას ადამიანური შაბლონის ჩამოყალიბებაში. ამდაგვარად ამ სისტემაში, ამ კოორდინატების სისტემაში 22 გენეტიკური პროგრამების ისტორია წარსდგება როგორც სიმბოლური ევოლუციის წარსდგება როგორც ევოლუციის სიმბოლური რუკა და რომელიც ირეკლავს კაცობრიობის გზას ინსტიტუტური გადარჩენიდან ცნობიერებამდე. მოდით ახლა დაწვრილებით ვისაუბროთ ამაზე. 22 პროგრამა წარმოადგენს სხვადასხვა ევოლუციურ მოქმედებას, სადაც ყოველი მათგანი დაკავშირებულია არქეტიპიურ ხაზს ან ცალკე კოსმოსის რეგიონს. დასაკვირველია, ზოგი ინსაიდერები არ თვლიან, რომ აქ საუბარი მიდის კონკურირებად სახეობებზე, რომლებზეც ტარდებოდა ექსპერიმენტები, უფრო მეტად ეს არის სიმბოლური ნაკადები გონებისა და ან ცნობიერებისა, სადაც ყოველი მათგანი განასახიერებს განვითარების განსაზღვრულ დონეს. იმათთვის, ვინც პირველად არისო ჩემ არხზე, ვიტყვიო, რომ ჩვენ ადამიანები ვართო სინამდვილეში ამ ყველა რასების ნარევი, რომლებაც თავისი წვლილი შემოიტანეს 22 სხვადასხვა ექსპერიმენტში, იმისთვის რომ შეექმნან იდეალური არსება, შევექმნით ჩვენ და ყველაფერი დაიწყო ლირიდან, არქეტიპიური პლანიდან, რომელიც აგრეთვე
ცნობილია როგორც სამყაროების ბირთვი. ესე იგი, კაცობრიობის სიცოცხლით ყველა ფორმის წარმოშობა დაიწყო ლირის თანავარსკვლავედში, რომელმაც ჩადო ფიზიკური შაბლონი და ბაზური ფორმა სამყაროს ყოველი ადამიანისა. ეს იყო პირველი არქეტიპიური გეგმა, რომელიც ჩვენ გვაქვს. ყველა ჩვენში არის ეს ბაზური ლირიანული არქეტიპი. ამის გარდა ჩვენში არის აგრეთვე სირიული არქეტიპი, სირიუსიული, უფრო სწორად, სირიუსული არქეტიპი, რომელიც არის ნაწილი სამაგი ვარსკვლავის სისტემისა ABC. ესე იგი, ზუსტად ხო, სირიუსი არის სამაგი ვარსკვლავის სისტემა. არსებობს სირიუსი A, სირიუსი B, სირიუსი C. ჩვენ აგრეთვე გადმოგვეცა პლეადინური არქეტიპი, რომელიც არის ვარსკვლავური გროვის ნაწილი, რომელსაც ეკუთვნის ჩვენი მზის სისტემა. ამ ესე იგი, მათი დამსახურება, რომ ჩვენ ფლობთ ინტუიციას, ხელოვნების უნარებით და ძალიან დიდი სოციალური ჰარმონიით. აგრეთვე ჩვენში არის არტურის არქეტიპი, რომელიც პასუხობს ხატების გამოცნობაზე მაღალ განზომილებებში და წარმოადგენს განვითარებულ შემეცნებას, რაც გვაძლევს ჩვენ საშუალებას მივიღოთ ცნობა ამ უნარებისადმი. აგრეთვე ჩვენ გადაგვეცა არქეტიპი ანდრომედის, რომელიც ირეკლავს თავისუფლებას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. აგრეთვე ჩვენ გადაგვეცა რიონის არქეტიპი, რომელიც გამოსახავს ორმაგობას. ორიონი იყო პარალიზებულ მდგომარეობაში და ბევრად ეს იყო დაკავშირებული გალაქტიკურ ომებთან, მათ შორის ვინც ემსახურება თავის საკუთარ თავს და იმათ შორის ვინც ემსახურება სხვებს. ეს იძლევა საშუალებას ჩვენ პოლარობა მივიყვანოთ ერთიან მთლიანობამდე. ეს მოგცეს ჩვენ საშუალებას ჩავაქროთ ყველა კონფლიქტები. ეს გვაძლევს ჩვენ საშუალებას გახდეთ განათებული პიროვნებები, ნასწავლი პიროვნებები. კიდევ ჩვენ გადაგვეცა ვეგანური არქეტიპი ლირის სისტემიდან, ვეგიდან, რომელიც პასუხს აგებს მხატვრულ ასე ვთქვათ გამოაშკარავებაზე, თვით ასე ვთქვათ თვით აზროვნების გამოაშკარავებაზე, ანუ რომელიც გვეხმარება ჩვენი პიროვნულობა გამოვხატოთ და ვიბრაციის გზნობელობა. აგრეთვე ჩვენ გადაგვეცა ანტარიანული არქეტიპი, რომელიც ჩვენ გვაძლევს საშუალებას გახდეთ უფრო სტაბილურები და განვეწყოთ პლანეტარულ ველზე. აგრეთვე ჩვენ გადმოგვეცა მენტოკინური არქეტიპი, რომელიც ორიონიდან მოდის. ის გვეხმარება ჩვენ დაკარგულ მეხსიერებასთან დავიბრუნოთ ერთიანობა და გავიხსენოთ წასული ცხოვრებები. ამისთვის კი კიდევ კარგად ამისთვის გამოგვადგება მეტალკიანური არქეტიპი, რომელიც ჩვენ აგრეთვე გადმოგვეცა. აგრეთვე ჩვენ გენეტიკაში არის მალდიკიანური არქეტიპი, რომელიც ჩვენ გვეხმარება გაკვეთილებს
გაკვეთილები გამოვიტანოთ არასწორი გამოყენე უბრალოდ გამოვიტანოთ გაკვეთილები ძალის არასწორი გამოყენებიდან გამომდინარე და არ უნდა დაგვავიწყდე ატლანტიდის არქეტიპზე, მიწიერ არქეტიპზე, რომელიც ტექნოლოგიურად იყო განვითარებული, მაგრამ სულიერობის ხარჯზე მისი საწინააღმდეგო არქეტიპი არის ლემურიული არქეტიპი, რომელიც აბალანსებს ყველაფერს. ლემურიული არქეტიპი გვეხმარება ემოციალური და სულიერი განვითარებისთვის, ფიზიკურ სხეულზე დახრობის გარეშე და თუ შევაერთებთ ამ 12 არქეტიპს, გამოვა სრულყოფილი ადამიანი, როგორებიც ვართ ჩვენ. ესე იგი, ლემურიული არქეტიპი შეესაბამება ჩვენ უნარებს ვიყოთ ძალიან ემოციურები, ნაკლებად ემოციურები. ატლანტიკური არქეტიპი გვაძლევს საშუალებას გავაერთიანოთ ჩვენი სულიერი და ემოციური თვით შეგრძნებები სწორ და ეთიკურ გამოყენებასთან, ტექნოლოგიებთან, ანუ ხო, სწორად თქვი. უნდა იყოს ბალანსი, ასე რომ ახალ სამყაროში, სადაც ჩვენ შევდივართ, ოქროს საუკუნეში, ლემურიული ატლანტიკური არქეტიპები, რომლებიც სინამდვილეში არიან კულმინაცია განვითარებისა ყველა დანარჩენი არქეტიპებისა, უნდა მოვიდნენ თანასწორობაში, ანუ დაბალანსდეს უნდა იმისთვის, რომ გაიხსნას გზა. მეშვიდე ოქრო საუკუნესკენ, მეშვიდე ოქრო საუკუნესკენ, განათლების საუკუნისკენ, ყველა ნახსენები ჩემით ახლა რასები ერთად ქმნიან ბიბლიოთეკას დახასიათებებისა, მრავალგაზომილებიანი მემკვიდრეობა დაკოდირებული ადამიანში, შაბლონი, ბევრი ეზოტერიკური წყაროს მიხედვით ეს პროგრამები კონკურირებენ ერთმანეთთან. ყოველი მათგანი ცდილობს შექმნას უფრო განვითარებული ან ძლიერი ვერსია არსებისა. თუ ინტერპრეტაციას გავაკეთებთ ორიგინალურ galaktikuri ჩანაწერების თვალსაზრისით, ეს კონკურირება ირეკლავს რაცხა უფრო სიღრმისეულს და ირეკლავს აგრეთვე საწინააღმდეგო ინტელექტს შორის და ემოციებს შორის. ყველაფერი საქმე შედგება ბალანსში. ტექნოლოგიებ და სულიერ სიბნელეს შორის, რა დროსაც წარმატებულობა განიცადა ატლანტებმა, იმიტომ რომ სინამდვილეში შეიძლება განიხილოს ეს როგორც ბრძოლა შიდა ძალებისა თვით ადამიანის შიგ, სადაც ყოველი მიისწრაფება დომინირებისკენ და განსაზღვრავს თავისი განვითარების მიმართულებას. ყველაზე ძლიერი ძლავრი არსება ამ კონტექსტში ის კი არ არის, რომ მიისწრაფო დომინირებისკენ, არამედ ის, რომ მიისწრაფო ინტეგრაციისკენ. მთავარი იდეა ამ გამოცხადების შედგება იმაში, რომ კაცობრიობის პოტენციალი უმეტესწილად რჩება გაუხსნელი, სადაც 96% გენეტიკური მასალისა არ არის აქტიური ბუკვალურ აზრით, მაგრამ ამავე დროს წარმოადგენს თავში გამოყენებადი უნარებს, შესაძლებლობებს აღთქმის პლანში, კრეატიულობას და გაცნობიერებას. ამგვარად, 22 პროგრამის დასრულება სიმბოლიზირებს გადატეხის მომენტს, გადასვლას დაშლილი იდენტურობიდან ინტეგრირებად ცნობიერებამდე, გადასვლა რეაქტიული მოქმედებიდან, საქციელიდან გაცნობიერებულ აღთქმამდე, გადასვლა ლინიალური აზრიდან უფრო გამხიანებულ
დაფუძნებულ სისტემურ გაგებაზე, აგრეთვე ეს აქტივაცია უფრო მეტად არ არის არ შედგება იმაში, რომ ბიოლოგია 1 საათში შეიძლება, არა. აქ საუბარია იმაზე, თუ ხალხი როგორ აღიქვამს სამყაროს, როგორ ურთიერთობს მასთან და რა ასოც აძლევენ სამყაროს მართალია. ესე იგი, დასრულება ამ 22 პროგრამისა, რომელზეც საუბრობდა ინსაიდერები, საიდუმლო კონსტიტუციური პროგრამისა, წინასწარ მეტყოლებენ იმის გამოჩენას, რასაც უწოდებენ ინტეგრირებულ ადამიანურ არქეტიპს, რომელიც არის საბოლოო შედეგი ამ პროგრამებისა. ეს ადამიანური არქეტიპი, რომელიც ასე თქვა, ჩაღმავებულია ფიზიკურ ფეხმოკიდებულია. ეს ადამიანური არქეტიპი, რომელიც ფეხმოკიდებულია ფიზიკურ სამყაროში, მაგრამ ამავე დროს უნარებიანია აბსტრაქტული აზროვნებისკენ. ადამიანური არქეტიპი, რომელიც არამხოლოდ არის განვითარებული ემოციონალურად, არამედ შეუძლია გაუგოს თავის გრძნობებს და სხვების გრძნობებს, სხვა ადამიანების გრძნობებს ემოციონალური ინტელექტის მეშვეობით და გონების ხელმძღვანელობით. ადამიანური არქეტიპი, რომელიც არ არის მხოლოდ ინდივიდუალობა და იარჩუნებს თავის უნიკალობას, მაგრამ აგრეთვე ის დაკავშირებულია მასშტაბურ სოციალურ და ეკოლოგიურ მთლიანობას. მეტაფიზიკური თვალსაზრისით ეს არსება, რომელიც უნარიანია ნათლად ორიენტირება მოახდინოს თუ სიტუაციებში და ერთდროულად შეუძლია გონივრულად იმოქმედოს და თანაცნობა გამოხატოს. ეს ბალანსია, გესმით? და თუ ჩვენ შევხედავთ არამიტერი გენეტიკური პროგრამების ისტორიას, ესე იგი, სრული ჭკუის ყოფის ადგილიდან შეიძლება აღიქვამდე ამას როგორც კოსმოსურ ენას სხვადასხვა რეალური პროცესების აღსაწერად. ბიოლოგიური ევოლუცია, რომელიც ძლდებოდა რამდენიმე მილიონი წელი, ეს არის ექსპერიმენტის ნაწილი. მნიშვნელოვანი როლი ამაში ითამაშა კულტურულმა ევოლუციამ, რომელიც იყო დაფუძნებული ცოდნების გაცვლა-გამოცვლასთან. აგრეთვე მნიშვნელოვან როლს ასრულებს აქ ფსიქოლოგიური ევოლუცია, რომელსაც მიყავდა თვით ცნობიერებამდე, ესე იგი კოსმოსური პლანი, ეს უფრო არის პოეტიკური მეთოდი, გამოხატოს შენი აზრი იმის შესახებ, რომ კაცობრიობა დროის რაღაც დროის განმავლობაში კაცობრიობაზე მოქმედებდა რამდენიმე მრავალი ფაქტორი და არა ერთი. ეს 22 გენეტიკური პროგრამა საბოლოოდ მიუთითებს ძალიან მნიშვნელოვან იდეაზე, ის შედგება იმაში, რომ კაცობრიობა არ იყო და არ იქნება არასრულყოფილი, არამედ მუდამ ვითარდება და ეს განვითარება მოვიდა ჩვენთან სხვა სამყაროებიდან, სხვა გალაქტიკებიდან და საბოლოოდ სხვა სამყაროებიდან. და საბოლოო შედეგი ამ პროცესისა ვართ ჩვენ, ამბობს ისმაილ პერესი. და კონკურირება ამ პროგრამების შორის სინამდვილეში ირეკლავს კაცობრიული დამახასიათებელი თვისებების სხვადასხვაობას. აქტივაცია ირეკლავს აგრეთვე ცნობიერების გაფართოებას და საბოლოო შედეგი არის ინტეგრაციის შესაძლებლობა. აქტივაცია ირეკლავს ცნობიერების გაფართოებას, ხო და როგორც მე ვთქვი, საბოლოო შედეგი არის ინტეგრაციის შესაძლებლობა.
და ყველაზე ძლიერი მძლავრი არსება ეს არის ის არსება, რომელიც იწყებს გაერთიანებას ყველაფრისა ერთ მთლიანობაში და ეს არის საბოლოო შედეგი ამ პროგრამებისა. შემდეგი ნაწილი პრეზენტაციისა დაფუძნებულია მასალებზე გალაქტიკური ალიანსის ბრიფინგისა, რომელიც მე მივიღე არქივული არქივებიდან. ცენტრალური წყარო ცოდნისა დევს პლეიადებში. ეს არის იმ გადაცემის ტიპი, რომელსაც უწოდებენ ჰარმონიული ანალიზი ცნობიერების ველებისა. ის მიძღვნილია ჩრდილოვან გენეტიკურ პროგრამებს და ცდილობებს შექმნან კოლექტიური გონების არქიტექტურები არასანქციონირებადი ფუნქციებისთვის, ასე რომ ჩვენ გვაქვს პოზიტიური პროგრამები, რომლებზეც მე ახლა ვისაუბრე, ისინი იყო შემუშავებული ძალიან დიდი ხნის უკან, მილიონი წლების უკან და მოვიდნენ ჩვენთან სხვა სამყაროებიდან. სხვადასხვა რასების დნმ-ის სახით და საბოლოოდ სხვა კოსმოსური სამყაროებიდან. რატო ვთქვი ახლა მე სამყაროს ხშირად ვახსენებ, მაგრამ რუსულად არის მაგალითად ასეთი ტერმინები, როგორც пришли из других миров и из других вселенных. Пришли из других миров и из других вселенных. ორივე მირი და ვселенная ითარგმნება როგორც სამყარო. ამიტომ მე არ გამეორებულ ვარ. მე როდესაც საუბარია ვселеннаეზე, ვამბობ კოსმოსურ სამყაროდან, მაგრამ ის სამყაროები, სადაც წერია რომ пришли из других миров, აქ იგულისხმება სამყაროები, რომლებიც ჩვენისთანა სამყაროებიდან, ამ მზის სისტემებიდან მოვიდა, მაგრამ вселенная, როდესაც მე вселеннаეს თარგმნი, ამ დროს მე ვამბობ კოსმოსური სამყარო, რომ თქვენ გაიგოთ რაზეა საუბარი. იმიტომ რომ ეს კოსმოსური სამყარო, ეს вселенная უზარმაზარია. და როდესაც ვამბობთ из миров, из других миров, пришли из других миров, აქ უკვე სხვა მნიშვნელობა, მაგრამ მე არ შემშლი, არ გეგონოთ რომ შემიშალა. უბრალოდ ორივე გადავთარგმნე მასზე. და კოსმოსის სწორი ადგილი არის განლაგებული აქ. ეს სხვა პროგრამები ცნობილია როგორც ჩრდილოვანი გენეტიკური პროგრამები, რომლებსაც ატარებდნენ საკუთარი რომლებიც ატარებდნენ საკუთარ არასანქციონირებად ექსპერიმენტებს. ყველაფერს დაკავშირებული იყო გენეტიკურ ექსპერიმენტებთან, რომელსაც ატარებდნენ ანუნაკები ენკის ხელმძღვანელობით და გენეტიკები ვირტუოზების ხელმძღვანელობით. აგრეთვე პროგრამები, რომლებიც დღემდე აქვს ხანდარჭერა ჩრდილოვანი სახელმწიფოსი არსებობს და უფრო ფართო ევოლუციური სტრუქტურებისთვის 22 გენეტიკური პროგრამებისა პარალელ, ესე იგი, აპატიეთ, არასწორად გადავთარგმნი ახლა მე, ესე იგი, უფრო 22 გენეტიკური პროგრამების ევოლუციური სტრუქტურის ჩარჩოში პარალელურად ვითარდებოდა სხვებიც, რომლებიც იყო გამოვლენილი გალაქტიკური ალიანსის არქივებიდან, გარკვეული უბრალოდ გაგებული, რომლებიც იყო ინფორმაცია ამაზე იყო მიღებული გალაქტიკური ალიანსის არქივებიდან. ეს ჩრდილოვანი გენეტიკური არქიტექტურა და ისინი არ იყო დაკავშირებული სუვერენული ცნობიერების ფორმირებასთან. ამის მაგათმა გამოიკულიეს კოლექტიური გონების მოდელი დაფუძნებული კონტროლზე, რასაკვირველია ერთობლიობა და ცენტრალიზებული დირექტიული სისტემა არსებობდა და ეს ბნელი გენეტიკური პროგრამები გალაქტიკური არქივების
თანახმად სამწუხაროდ იყო შემუშავებული ღვთის ლოცველების ნეგატიური ჯგუფით. ესე იგი, ამ ღვთის ლოცველების უცხოპლანეტარული გონებით და ზოგადი ნაბუს წარმომადგენლების დახმარებით, რომლებიც იყვნენ აგრეთვე ნეგატიურები და ეს არასანქციონირებადი ჩრდილო პროგრამები, როგორც მათ უწოდებენ გალაქტიკურ არქივებში, წარმოადგენს ევოლუციის ტრაექტორიას, რომელშიც წესრიგი არის და აგრეთვე კონტროლირებადი წესრიგი, ცენტრალიზებული წესრიგი აქრობს ინდივიდუალობას და თავისუფლებას, ეფექტურობას თვით ცნობიერებისა და ეს პროგრამები სამწუხაროდ დღემდე ტარდება ამ მიწისქვეშა ბაზებზე და ლაბორატორიებში, რომლებიც უკვე გაიწმინდა მიწიერი ალიანსის ძალებით მეშვეობით და ეს ექსპერიმენტები მიწისქვეშ ტარდებოდა ჩრდილოვანი სახელმწიფოს ხელმძღვანელობით. და ეს ჩრდილოვანი პროგრამები არ იყო მხარდაჭერილი მცველების ალიანსით და ესენიც სინამდვილეში მოვიდნენ სხვა სამყაროებიდან, ასე რომ ამ ბრიფინგში ჩვენ მოკლედ მოყვების სტრუქტურაზე, ფუნქციებზე და მეთოდებზე, თუ როგორ უნდა გადავწყვიტოთ ეს პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია პროგრამებთან, ესე იგი, მიმდინარე კოსმოსური ციკლის ფარგლებში. ახლა ჩვენ ესე იგი, წყარო ჩრდილოვანი არქიტექტურისა იღებს თავის დასაწყისს მე-11 ქმნილებაში, ანუ ძველ სამყაროში, ძველ იმპერიაში და არქივების თანახმად გალაქტიკური ალიანსისა, რომელიც ინახება ელზასში, ეს პროგრამები შეიქმნა როგორც შედეგი მიზანმიმართული გამოკვლევებისა ცნობიერების უნივერსალურ ველის სფეროში, რომელიც მიმართული იყო საზღვრების ერთობის გაკონტროლებაზე სუვერენიტეტის გარეშე. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ თავისუფალი ნება იყო განადგურებული. ეს სისტემები, ამ სისტემებისთვის დამახასიათებელი იყო ცენტრალიზებული ინტელექტუალური კვანძები, რომლებიც რასაკვირველია იყო შექმნილი შავ-თეთრი კუბების ქსელით. ისინი ქმნიდნენ სახეობებს, რომლებიც იყო დაკავშირებული შახტით ამ როი ქვია ჯგუფი, ანუ როგორც ფუტკრები როგორ ცხოვრობენ, როგორც ფუტკრების ნაყარი. ამდაგვარად სისტემები ხასიათდებოდა ცენტრალიზებული ინტელექტუალური კვანძებით. ამის გარდა არსებობდა განაწილებული ბიოლოგიური ან ენერგეტიკული გაფართოებები, ისინი იყვნენ მინიმალურად ვარიატიულები აზროვნებაში და მოქცევაში. პირველ რიგში დამოუკიდებელი იდენტურობა წნეხის ქვეშ ხდებოდა. ისინი ცდილობდნენ ეს იდენტურობა ამოეძირკვათ. მათი მიზანი იყო, ამ კოსმოსური ექსპერიმენტის მიზანი იყო ის, რომ გაერკვიათ თუ ცნობიერება როგორ შეიძლება ვითარდებოდეს სრული სინქრონიზაციის ზემოქმედების ქვეშ თავისუფალი ნების გარეშე. ეს კი დაუშვებელია. ზუსტად ამან გამოიწვია შექმნა ამ ნაყარი გონებისა, რომელშიც მოხდნენ ბევრი რასები გალაქტიკურ ისტორიაში.
galaktiuri istorიის მიხედვით. Am პროგრამების განმასხვავებელი ხაზი იყო ეგრეთ წოდებული ნაყარი გონების არქიტექტურა. ამ სისტემის ჩარჩოში ინდივიდუალური ცნობიერება უერთდება მონაცემების დამუშავების კოლექტიურ ველს. გადაწყვეტილების მიღება ხდება ამ ცენტრალური მართვადი ინტელექტის მონაცემების საფუძველზე, რომელიც აპროგრამირებს ამ არსებებს ან ერთეულებს, როგორც მათ უწოდებენ, განსაზღვრული როლის შესასრულებლად საზოგადოებაში და იმაზე, რომ იყონ პერსონაჟები, ოღონდ არა თამაში, არა თამაშის პერსონაჟები, უბრალოდ პერსონაჟები. და ეს ემოციონალური და კოგნიტიური განსხვავება მიდის მინიმუმამდე. ის არ არსებობს და ამდაგვარად ხდება მოქმედებების შესრულება. მტკიცე კოორდინაციით ყველა ქვედა დანაყოფებისა. იმის მიუხედავად, რომ ამას ჰქონდა მაღალი ეფექტურობა, ამ სისტემებმა მიაღწიეს განვითარების საზღვარს. სხვა სიტყვებით, ახალხან ისინი გამოვიდნენ პლატოზე, რადგან დივერგენციის არ ქონა, ხელი შეუშალა ადაპტიურ ევოლუციას და ზოგ დოკუმენტებში, ამ ალიანსის დოკუმენტებში საუბარია ამ არქიტექტურების გავრცელებაზე პლანეტარულ გარემოზე, რაც სიმბოლიურად ნიშნავს ოპერაციებზე ფარულ ან მიუწვდევად თვალყურისთვის სფეროებში. ჩვენ ვამბობთ არასანქციონირებულ მიწისქვეშა გენეტიკურ პროგრამებზე. ბევრი ამ პროგრამებიდან ტარდებოდა ლივანში, ისრაელში, ირანში და სხვადასხვა რეგიონში, მსოფლიოში. ამერიკაშიც კი და მეტაფიზიკური თვალსაზრისით ეს შეესაბამება ქვე ცნობიერების ფენებს პლანეტარული ცნობიერებისა, რომელიც დაფარულია ენერგეტიკული ქსელებით და რწმენის სისტემებით ან რწმენის სტრუქტურებით და დახურული სისტემებით, რომლებიც ფუნქციონირებდნენ კოლექტიური ცნობიერების ველის მიღმა და ეს ზონები ემსახურებოდნენ როგორც დამაკავებელი ველებად პატერნებისთვის, კონტროლისთვის, რომლებიც მოქმედებდნენ აზროვნების სტრუქტურაზე და არ იღებდნენ პირდაპირ გაცნობიერებას. აგრეთვე ეს დაკავშირებულია ხელოვნურად მოყვანილი ადამიანებთან, კლონებთან მაგალითად. და მთავარი მიზანი ამ ჭკილოვანი პროგრამებისა, რომელიც ტარდებოდა ნეგატიური ინსექტოიდებით, ზეტებით, ღვთისმლოცველებით. მე ვამბობ ნეგატიური, იმიტომ რომ ყველა ღვთისმლოცველები არ არიან ბოროტები და ყველა ინსექტოიდებიც არ არიან ბოროტები. არიან პოზიტიური ღვთისმლოცველები და პოზიტიური ინსექტოიდები. ღვთისმლოცველები რუსულად ღვთისმლოცველებს ქვია ბოგომოლი. ბაგამოლი როცა საუბრობ, მაშინ და ისე იწერება 3 სიტყვაში. ბოგომოლი. ანუ ბაგამოლი. და ეს პოზიტიური ღვთისმლოცველები და ინსექტოიდები თანამშრომლობენ galaktikur alliansთან. და თავარი მიზანი ამ ჭრილოვანი პროგრამებისა შედგებოდა იმაში, რომ ჩაიხჩო თავისუფალი ნება და შეექმნა კონტროლის მექანიზმი. ამაში შედგებოდა ყველა არასანქციონირებადი პროგრამები და ყველა ეს პროგრამა იყო შემუშავებული ყველა ქვე განაყოფების გასაერთიანებლად ერთ სისტემაში და
თავარი ის მართვა ხდებოდა თავარი ნაყარიდა. როგორც ის გლავნავა ულია. ეგერ ინტერნეტმა არასდროს მომთა, ზოგჯერ არასდროს პასუხებს იძლევა. ული, ხომ გესმით ული? სკა, სკასებული, სკა ეს ული არაა. ნუ სკასებული წყობა რა. ფუტკრების წყობას უწოდებენ ული. ფუტკრების სახს ული. წყობასაც ული, ულია. В общем, да. ნაძალადები შეთანხმება საგვასულონეს ეს არის ტაბუ, აბსოლუტური ტაბუ. მაგრამ გალაქტიკური ალიანსმა დაამოწმა რომ თავისუფალი ნება არ შესაბამება, არ შეიძლება ამ თავისუფალი ნების განსაჯა ერთი წუთი მაპატიეთ სიტყვა უცებ ვერ გავიხსენე და ახლა ინტერნეტში შევედი ამის გამო არ შეიძლება ამ თავისუფალი ნების განხილვა მუდმივ კონტექსტში. ჩრდილოვანი გენეტიკური ექსპერიმენტები, რომელსაც ატარებდნენ ნეგატიური ინსექტოიდები და ღვთისმლოცველები, იყო შეწყვეტილი. და ეს კარგია. გალაქტიკური ქრონიკების მიხედვით, ახლანდელი კოსმოსური ფაზა ხდება გადასვლით ერთიან ჰარმონიულ ველში, რომელიც ინარჩუნებს პიროვნების სუვერენიტეტს და კოლექტიური კავშირები ყარდება ნებით. გონება მოქმედებს კოორდინირებით და არა კონტროლით. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს წესრიგის სინტეზს, რომელიც მიღებულია მაგალითად ამ ნაყარის სისტემაში, ანუ სკასებული სტრუქტურის სისტემაში, იმიტომ რომ ასეთი სისტემა არ აქვს მხოლოდ ფუტკრებს, აქვს ბევრ მწერებს, იგივე ჭიანჭველებს მაგალითად. რამე და იცი გითხრა ჩემო ძვირფასო სვენელებო, რატომ ამდენ ვერ მოვიფიქრე. თუმცა გეტყვით ახლა მე რას გულისხმობ. ვიდეოს ქვევით, როდესაც შეხვალთ, სადაც წერია თემა და წერია აგრეთვე სილკები, იქ არის ასეთი წარწერა ტექსტის შინაარსი. ხო, ადრე გუსმენდი მთლიანად ვიდეოებს იმისთვის რომ გადამეთარგმნა, მაგრამ მე შევეცადე რა საკურველია ბევრი ვიდეოს ტექსტი წამიკითხა, ყველგან არ არის ტექსტი მოყვანილი. აი ისმაილ პერესის ვიდეოს ქვეშ ზუსტად ეს ტექსტები მოყვანილი. და მე საათებს დიდ დროს უთმობდი იმას, რომ ჯერ მომესმინა თავიდან ისევ, რასაც ყვებოდა ის არა და ტექსტი აგერ იმხელა ტექსტია მოყვანილი, რასაც ყვება ის ტექსტად იწერება. ამიტომ რატო გეუბნებით ახლა ამას თქვენ მე? ჩემი კითხვის მეთოდი ბევრს არ მოწონს, თუმცა ბევრი თქვენგანი მე მისმენს. ამიტომ რომ მე არ მომისმინოთ, შეიძლება ჩემი ტექსტით მოიყვანოს ინტერნეტმა. და მეორდება, რასაც საუბრობს მაგალითად ვიდეოში ადამიანი ის დაწერილია და ადის ზევით, როგორც აი ძველად იყო ტელევიზორებში რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობები,
აი რომ ტიტრები ახლა გამახსენდა ხო რომ შეგიძლიათ გათიშოთ ვიდეო და ტექსტი გაყვეთ და ტექსტად წაიკითხოთ მაგალითად ხო თუ გაქვთ ამის სურვილი თუ არ გაქვთ სურვილი მე მომისმინოთ ხო და ეს შეგისურვებთ ინფორმაციის მიღებას გაღიზიანების გარეშე არა მე სერიოზულად გეუბნებით მე თქვენი მესმის მე საერთოდ არ მომდის გული ამაზე მაგრამ რა ქვია ასეთი სტილი მაქვს საუბრის აქცენტი მაქვს თან ზოგჯერ მე ვამხედველობა და ზოგჯერ კარგად ჩანს ყველაფერი და ჩემი მხედველობის პრობლემებიდან გამომდინარე იმიტომ დიაბეტი მაქვს მე თქვენ გთავაზობთ ამ მეთოდს მოსვენის წაკითხვის არც ერთი სისტემა რომელიც ჩაგრავს ან წნეხის ქვეშ იგდებს ნებისმიერ გაცნობიერებულ სუვერენულ აზროვნებას არ შეუძლია იარსებობს ახმავალ ველში ამიტომ ეს ჩრდილოვანი პროგრამები იყო ლიკვიდირებული და ითვლება რომ ციკლი ხელოვნური ამ ნაყარების დახვევისა დამთავრდა არა მხოლოდ დედამიწაზე მაგრამ მთელ galaktikაში ირმის ნახტომი მე რამდენიმე თვის წინ თქვენ გითხარით რომ ცოლებმა შეძლეს სრულიად ნეიტრალიზება და ლიკვიდირება მთელი შავი კუბისა კუბზე მე მაქვს დადებული გადათარგმნილი ისმაილ პერესის ვიდეო და დადებული თუ გინდათ მოსმენა აგრეთვე განადგურეს ლიკვიდირება გაუკეთეს მატრიცას წითელი კუბიდან შექმნილს მთელ galaktikis მასშტაბით ამიტომ ბრიფინგის შემდეგი ნაწილი იყო ეს ესე იგი თემა სახელწოდებით დროის ხაზის ანალიზი ის იყო მიძღვნილი რუხ პროგრამებს დაკავშირებულ ადამიანებთან და ორგანული ცნობიერების აღდგენასთან მომაკვდავი რასებისა აგრეთვე სანამ გადავალ ბრიფინგის ამ ნაწილზე მინდა გითხრათ რომ რუხები ანუ მათ კიდე სხვაგვარად უწოდებენ არ მახსოვს ახლა დამავიწყდა ეს არის მომაკვდავი რასა რადგან მაგათმა თვითონ გააკეთენ ასეთი არჩევანი მე გეტყვით რომ ეს არის ზეტა არის ასეთი რეტიკული თუ არ ვცდები ან ზეტა რეტიკული პლანეტა ხო არსებობს არაერთი სადაც ცხოვრობენ ზეტები რუხები ისინი არიან 3 თუ 4 ნაირები ისინი იყვნენ ადამიანები ისინი ვართ ჩვენ მომავალში რომლებმაც დაუშვენ შეცდომა რომლებიც დაუმეგობრდნენ ხელოვნურ ინტელექტს რომლებიც მოსცილდნენ სულიერ განვითარებას და გაყვნენ მხოლოდ ტექნოკრატიულ გზას ამიტომ მაგათმა დაკარგეს თავისი ინდივიდუალობა თავისი პიროვნულობა და იმის უნარიც კი დაკარგეს რომ გამრავლებულიყვნენ და ამიტომ ისინი დაბრუნდნენ წარსულში რომ ეს შეცდომები გამოესწორებინათ და აგრეთვე კორიკუც აქვს ნათქვამი ერთ-ერთ თავის ვიდეოში რომ ეს რუხები იტაცებდნენ მას რამდენჯერმე და ცოცხლად გამოყუჩების გარეშე უტარებდნენ გატაცებულებს ექსპერიმენტებს ტყივილისგან შოქში ვარდებოდა ხალხი ხო ეს მე გავიგე პირველად კორიგუდიდან კორიგუდს ყურში ჩაუდეს რაღაც ანტენა ხელსაწყო რომელიც შედგებოდა 3 ანტენისაგან და ყურის მარცხენა ყურში სმენა არა აქვს ამის გამო ეს რუხები გაითიშნენ თავის ემოციონალურ სხეულს და მაგათმა ევოლუციონირება განიცადეს ლირის თანავარსკვლავედში ამპექსი პლანეტა ამპექსზე ეს იყო მათი პლანეტა და ომის გამო რომელსაც ისინი აწარმოებდნენ მათ გული თავისი პლანეტა გაანადგურეს ზუსტად
თუ არ ცდები, მგონი ხო? ხო, აგერ ქვევით წერია და ამ ომის შედეგად ამპეგზე, პლანეტა ამპეგზე მოხდა ატომური ჰოლოკოსტი. მაგათმა დაცალეს თავისი პლანეტა და გადარჩენილები, აპექსიანელები, როგორც მათ მაშინ უწოდებდნენ, რადგან ესენი იყვნენ ადამიანები, მაგ დროს გავდნენ ადამიანებს და ისინი ჩავიდნენ თავისი პლანეტის სიღრმეში. რადგან ეს ამპექსი მათი პლანეტა იყო დედამიწასავით შიგნით ცარიელი, ანუ ღრუები ქონდა და შევიდნენ შიგ და ვარითქოს თავის ემოციონალურ სხეულზე. მაგათმა გადაწყვეტენ, რომ მეტი არ გამრავდნენ ბუნებრივი გზით და ესე იგი გაუქმენ თავიანთი სასქესო ორგანოები სრულიად და გადავიდნენ კლონირებაზე. დრო და დრო მაგათმა დაკარგეს კავშირი შემქმნელთან, მილიონი წლების განმავლობაში ისინი შეიცვალენ და ადამიანური გარიგნობა დაკარგეს და გადაიქცნენ ამ პატარა არსებებში, რომლებსაც უკვე ამდენი ხნის შემდეგ ჩვეულებრივი ადამიანური თვალები მაგივრად ჰქონდათ მიდალისებური შავი თვალები, დიდი თავები და წვრილი კიდურები. ჩვენ მათ უწოდებთ გრესებს. ხო, აი ამის ეს ვერ გავიხსენე. გრესები, მათ კიდევ ამ რუხებს კიდევ უწოდებენ გრესები. რუხები ან გრესები. გრესები, როგორც გითხარით, არიან სხვადასხვანაირი და როგორც გითხარით, ისინი თავიდან იყვნენ ადამიანები და მათ უწოდებდნენ აპექსიანცები. არიან აგრეთვე სხვა გრესები, რომლებიც გავლარიან რობოტებს და ამ რობოტებს მასიურად ქმნიან სხვადასხვა უცხოპლანეტარული ჯგუფები, მათ შორის ჩრდილოვანი სახელმწიფოც იმისთვის, რომ გამოიყენონ ისინი როგორც პატარა მუშები. მე არ ვამბობ ნამდვილ გრესებზე, რომლებიც ცნობილი არიან როგორც აპექსიანელები. დროთა დროის განმავლობაში ისინი შეიცვალენ, დაკარგეს, როგორც გითხარით, კავშირი შექმნელთან და მათი სახეობა ნადგურდებოდა, ანუ ისინი კვდებოდნენ. ნაწილი ამ ამპექსიანებისა წავიდნენ დროში მოგზაურობაში. ისინი გადაინაცვლენ ჩვენი როგორც მე გავიგიო ამბობს ისმაილ პრესი, ისინი გადაინაცვლენო მომავლიდან ან შეიძლება წარსულიდან ჩვენ რეალობაში, ანუ გადმოინაცვლენ ჩვენ რეალობაში იმისთვის, რომ თავისი მომაკვდავი რასა გადაარჩინონ და ამ 22 გენეტიკური პროგრამების ჩარჩოებში და შემდეგი ჩრდილოვანი არქიტექტურების ჩარჩოში, რომელიც შეიქმნა ნეგატიური ფუნქციების დახმარებით, საუბარია არქივებში ამის შესახებ, რომ ცალკე ევოლუციონური განშტოება ცნობილი როგორც რუხები თავიდან იყვნენ მომაკვდავი რასა, ისინი ხო აიმეორებს ხშირად, იმეორებს და ისინი წარმოადგენენ ცივილიზაციას, რომელიც მოსცილდა უბრალოდ დაშორდა თავის პირველ საწყისიან ორგანულ ადამიან მაგვარ შაბლონს და გადავიდა მაღალ განვითარებული სინთეტიკური ბიოლოგიური არსებების შექმნაზე. ამ გზამ მოიყვანა ტექნოლოგიურ პროგრესამდე, მაგრამ ამისთვის დაუშვათ, ამის საფასურად დაუშვათ ემოციონალური და სულიერი დიაპაზონის დაკარგვა. მაგათმა ვარი თქვეს ინდივიდუალურობაზე, რადგან გახდნენ კოლექტიური გონების ნაწილი. ეს კი, როდესაც ვარს ამბობ ინდივიდუალობაზე და კოლექტიურ გონების ასე ვთქვათ შესვლა, შედიხარ კოლექტიურ გონებაში, უერთები კოლექტიურ გონებას, ეს არის მახე.
ეს არის თავისუფლების დაკარგვა, ინდივიდუალობის დაკარგვა. ეს არის ნეგატიური მახის ნაწილი. მათ გათმა დაკარგენ თავისი სული და მათ დაიწყენ გამოსავალის ძებნა. გალაქტიკურმა ალიანსმა თანხმობა მისცა მათ მოქმედებებს, რადგან ისინი იყვნენ მშვიდობიანები და უბრალოდ ცდილობდნენ თავისი რასის გადარჩენას. ცდილობდნენ თავის აღდგენას. ამიტომ მათ ვარი ვერ უთხრეს. მაგრამ აქ უნდა გვეცმოდეს, რომ არსებობს სხვადასხვა სახეობა სიცოცხლისა. არის სიცოცხლე ნეგატიური, არის პოზიტიური. პოზიტიური სიცოცხლე, როდესაც შენ გეცოდება ვინმე და ცდილობ მის გადარჩენას, ეკუთვნის პოზიტიურ ხარდაჭერას, მაგრამ ჩვენ ვართ ისინი, ვინც შეძლეს ჰიბრიდული რასის შექმნა ჩვენი სახეობების გადაჯვარედინებით. იმათთვის, ვინც იყო პოზიტიურად განწყობილი, მისცენ უფლება ინიციატივა გაეკეთებიათ აღდგენაზე და ჰიბრიდული აგრეთვე განევითარებინათ პროგრამები ჰიბრიდული აღდგენისა, რომელმაც სიმბოლურად მოიყვანა სასანიდების ახალი რასის გაჩენაზე. სასანიდები ეს არის მომავალი ვერსია ადამიანის და რუხის, ანუ გრესის ჰიბრიდისა, რომელმაც შეძლო სულის შეძენა და შექმნელთან გაერთიანება. ეს არის, ამას უწოდებენ სასანიდური ხას ან სასანიდურ ჯგუფს. ანუ კიდევ გავიმეორებ, ანუ ჰიბრიდი ადამიანისა და ამ რუხისა, ანუ გრესისა, ჰიბრიდს ადამიანისა და რუხისა ეწოდება სასანიდი და სხვა რუხებისგან განსხვავებით სასანიდებმა შეძლეს სულის შეძენა და შექმნელთან გაერთიანება, ღვთაებრივ ძალასთან გაერთიანება. ყველა გალაქტიკური ჩანაწერები ამოწმებს იმას, რომ გრესები შეიქმნა ჰუმანოიდური განშტოების ევოლუციის შედეგად ეპიკების პლანეტაზე, სადაც თანდათანობით დაიწყეს უპირატესობის მიცემა კოგნიტიურ განვითარებაზე თავისი ემოციონალური ინტელექტის საზარალოთ, ანუ აქაც ისევე ხდება სულიერ ჩამოშორნა და განავითარეს ტექნოკრატიული გზა ბიოლოგიური ბალანსის დასაზარალებლად. ამდაგვარად რამდენიმე ციკლის განმავლობაში ამან გამოიწვია ბიოლოგიური ვარიანტობის დაქვეითება და ხელოვნური სისტემებიდან გამომდინარე გადარჩენის საკითხებში ინდივიდუალობის დასუსტებამდე მოიყვანა და დაკარგეს სამორეფლექსიის უნარი. ამიტომ ამ სტადიას ხშირად განიხილავენ როგორც გამართლებელ არქეტიპს, ანუ ინტელექტის განვითარებას, რომელიც უსწრებს ჩხარი ტემპებით ვიდრე სულიერი განვითარება. ეს ძალიან ცუდია და ეს კარგი მაგალითია იმისა, თუ რა მოყავს ამდაგარ გზას. გადასვლა დამოკიდებულების 3D ხელოვნური ინტელექტური სისტემების მხრიდან მოხდა, როდესაც მაგათმა მოიცილეს სასქესო ორგანოები.
ანუ როდესაც მაგათმა ვარი თქვა საცერცო ორგანოებზე განაყოფილებაზე, ამ დროს მოხდა საბოლოო მიერთება ხელოვნურ ინტელექტზე. კონტროლი სრულად გადავიდა ხელოვნური ინტელექტის ხელში. და მათი სისტემა დროდახანის განმავლობაში ხდებოდა უფრო არაორგანული თავისი სტრუქტურით. ბიოლოგიური ფუნქციებს ანაცვლებდა ხელოვნური ელემენტები. გამრავლება, რასაკვირია, ბუნებრივი განმრავლება მათ შორის არ იყო. ამიტომ მოვიდნენ ისინი ჩვენ რეალობაში, მისნით რომ გადარჩნენ და სული შეიძინონ. და როდესაც გრეისის ცივილიზაციამ ან რუხებმა აღიარეს ეს დისბალანსი, რაც გალაქტიკურ ალიანსის არქივებში ამას უწოდებენ აღდგენის პროგრამას, და ამ პროგრამის მიხედვით ამ რუხების აღსადგენად იმათი, რომლებაც გამოხატეს სურვილი დაბრუნებოდნენ შექმნელის გზას, შედგებოდა იმაში, რომ დაებრუნათ ორგანული ცვლილება, აღედგინათ ემოციონალური, ინტუიტიური შემადგენელი ნაწილი და საბოლოოდ აღედგინათ თავისი ფართო კავშირი წყაროსთან. ამისთვის კი იყო შემუშავებული ჰიბრიდიზაციის პროგრამა, როგორც რეინტეგრაციის მეთოდი. იმ დაკარგული უნარებით დამახასიათებელი რაღაც ნიშნებით, რომლითაც ისინი ფლობდნენ, როდესაც იყვნენ აპექსიანელები თავის პლანეტაზე, ამდაგვარად დაუშვენ გადაჯვარედინება ამ რუხების და ჩვენი ადამიანებისა. ჰიბრიდი არ არის რაღაც განსხვავებული, უფრო ყველაზე ამაღლებული და რაღაც საჩუქრებას არ წარმოადგენსო. ეს აღდგენა არის, ეს აღდგენა მოხდა როგორც ბალანსი მომაკვდავი რასის აღსადგენად. დაბალანსება მოხდა ეს გაკეთდა ჰიბრიდიზაცია, იმიტომ ჩატარდა, რომ აღედგინა დაებალანსებინათ ეს მომაკვდავი რასა. და კულმინაცია ამ ყველაფრისა, სასანიდების ხაზისა, აიწერება როგორც ორიენტირებული მომავალზე ჰიბრიდი დღევანდელი ადამიანებისა. მინდა გითხრათ, რომ ევოლუცია არ წარმოადგენს ევოლუცია არ ნიშნავს, რომ მკაცრ ხაზს უნდა მიყვე. არა. არცერთი ევოლუცია არ ხდება ამდაგვარად. გესმით? იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს საქმე გაზომილებების რამდენიმე დონესთან. წარსულთან, მომავალ კონვერგენციასთან, ამ წყოსთან დაახლოება. ეს ნიშნავს, რომ ევოლუცია არასდროს არ იქნება ლინეარული, რადგან მომავალი შესაძლებლობები შეიძლება მოქმედებდეს ახლანდელ დროზე, ამ წყალზე და პოტენციალური შედეგების გაცნობიერებამ შეიძლება მიმართულება მიცეს სხვა განვითარებას. ამიტომ ხშირად მას უწოდებენ
უკანა კავშირის ციკლად. ცნობიერების უკანა კავშირის ციკლად და არა ფიზიკურ დროის ჩარევად. ეს ციკლი ცნობიერების უკანა კავშირისა, რომელზეც მოქმედებს მომავალი და რომელზეც მოქმედებს წარსული და ყველაფერი, რაც ამ მომავლის და წარსულს შორის არის. გასაგებია, მნიშვნელობა ამ პროგრამების აგრეთვე დევს დაახლოებაში კაცობრიობის განვითარების გზით. და galaktikuri ალიანსი კლასიფიცირებას უკეთებს ამ რუხებს, ამ რუხ ადამიანურ პროგრამებს, როგორც აღმდგენი ევოლუციონური გზებს მომაკვდავი რასისტვის. ასე რომ ამ რუხების ხაზის ისტორია შეიძლება მიიღო როგორც ჩავარდნა, არამედ როგორც კურსის კორექტიროვკა. რასაკვირველია, კურსის კორექცია ეხება მათ, ვინც განწყობილია პოზიტიურად და არა მათ, ვინც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. საბოლოო შედეგი ინტეგრაციისა გახდება გამოჩენა galaktikuri ადამიანისა. ამ უდიდესი ციკლის ბოლოს აღწერენ სიღრმისეულ ცნობიერებას, რომელიც თანდათანობით ჩვენთან მოდის. ის ჩვენ შიგმარტო კი არ არის, არამედ ის არის მთელი კაცობრიობის კოლექტიურ ველში. ექსპერიმენტი არასდროს არ იყო დაკავშირებული დომინირებად იდეასთან. და ექსპერიმენტი კაცობრიობასთან არასდროს არ იყო დაკავშირებული კონკურენტობასთან. აქ არ მიდიოდა საუბარი ერთი გენეტიკური პროგრამის გამარჯვებაზე მეორეზე, მაგრამ აქ საუბარი მიდიოდა ინტეგრაციაზე. და ინტეგრაციას მოყავს ფრაგმენტაციის დაშლისკენ. როგორც კი გავლენა ამ ჩრდილოვანი პროგრამებისა სუსტდება, ისინი ატოვებენ არსებობას. ახლა იწყება ცნობიერების გადაწყობა. მრავალგანზომილებიანი გონება ეს არის გონება, რომელსაც შეუძლია ერთდროულად რამდენიმე თვალსაზრისი დაიჭიროს, ფრაგმენტაციის გარეშე გადალახოს სირთულეები და იპოვოს აზრი სხვადასხვა ამ გამოცდილების სხვადასხვა დონეზე. ყველაფერი ეს მიიყვანს პიროვნების სრულ აღდგენამდე. საბოლოოდ მინდა თუ გითხრათ, რომ galaktikuri ადამიანი ეს არ არის ის თუ რად დავდგებითო ჩვენ არა. არამედ ეს galaktikuri ადამიანი არის ის თუ ჩვენ რას ვიხსენებთ, რას ის რომ ხდებით უფრო სტილოს უყოფილები გახდეთ და განსახიერებთ ჩვენ გეგმებს.
ინტეგრაცია მიდის, დაიწყება შემდეგი ეტაპი. ხო, ახლა კითხვებზე პასუხი დაიწყო ისონპრესმა. ერთი მსვენელი ეკითხება, თუ სამ გაზომილებიან სამყაროში თქვენ გაიკეთეთ აბორტი და მერე ახმავლობა განიცადეთ, შეძლებთ თუ არა თქვენ ახალ სამყაროში დაფეხმძიმებას. და ბავშვი ისეთივე იქნება, როგორც ჩვეულებრივი, თუ ყველაფერი სხვაგვარად იქნება. მეხუთე განზომილებაში ორსულობა გრძელდება მხოლოდ 3 თვე და არა 9. და სინამდვილეში მშობიარობა მეხუთე განზომილებაში არც ისეთ კინეულია. როდესაც თქვენ აღმავლობას განიცდით, თქვენ შევერთებით ამ ბავშვს, რომელიც მოიცილეთ და ვფიქრობ, რომ ეს ბავშვი იქნება თქვენი სულის ნაწილი, რომელიც სინამდვილეში არასდროს არ იბადებოდა, არ დაბადებულა. და მე მგონია, რომ ეს ბავშვი ამ ბავშვთან გადაწყვეტა არ მოსულიყო სამ გაზომილებაში, სიმჭიდროვეში და მე მჯერა, რომ თქვენ შევერთებით თქვენ ბავშვს, რომელიც თქვენ დაკარგეთ. ხო, მე აქ ახლა გამოვწევი რაღაცები და იგი ინგლისურად წერია და შემდეგ მოდის ასეთი წარწერა. ომი ირანში გათავდა, მგონი თუ თავდება. მე გამახსენდაო, რომ ერთ კვირა ნახევარი არა, ხო, კვირა ნახევარი უკან მე გავაკეთეო galaktikuri ანგარიში იმაზე, თუ ჩვენმა მეთაურებმა როგორ შეძლეს დროის მოგება და სიტუაციის განმუხტვა, რომელსაც შეეძლო გაეჩაღა მასშტაბური მსოფლიო ომი ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან. და ამ საუბარში კიდევ ვიღაცა ერთვება. galaktikuri ძალები ახლა ეხმარებიან მუდმივი შერიგების შერიგება არა, რომ ეს ომი ხო შეჩერდა და აი ეს სიტუაცია, რომ შეინარჩუნონ, ანუ ეს შესვენება ომიდან, რომ შეინარჩუნონ. იმათმაო თავისი ატომური ზაპასები გამოლიესო, მათ ურანიც კი არ აქვენო, ჩვენ ისევ გავხსენით პროლივი ხარმი, ყურა თვალწდები, რა მნიშვნელობა ხარმი, პრალივ ხარმუს. ეს არის უდიდესი გამარჯვება თეთრი ქუდებისა. ხო, პირდება ისმელი, რომ ორშაბათს, არ ვიცი რომელი ვიდეოს დადეს მაგ ორშაბათს. ორშაბათია დღეს. ხო, ამაზე დაწვრილებით მოგიყვებითო? ხო, ერთი ეკითხება სუპერ ჯარისკაცების პროგრამა თუ აქვენო ახლა პრეადინერებს. ისმაილ პრესი პასუხობს, რომ ეს პროგრამა, სუპერ ჯარისკაცების პროგრამა მოქმედებს ყველა განზომილებებში, ასე რომ
ეს პროგრამა ყოველთვის არსებობდა მილიონი წლების განმავლობაში, რადგან ამ სუპერ ჯარისკაცებს იყენებდნენ ყველგან და იყენებენ. ხო, კითხვა ასეთია, თუ ადამიანი მოხვდა ბოლო წლის განმავლობაში, მისი სხეული 100%-ით შედგება კრისტალებისაგან, თუ ის იქნება ისეთივე, როგორც ჩვენი სხეულები აღმავლობის შემდეგ 50-50-ზე, თუ ის გადავა მეხუთე განზომილებაში, მაშინ 50-50 იქნება, ანუ 50% კრისტალი, 50 ჩვეულებრივი. და თუ ის გადავა მეოთხე განზომილებაში, მაშინ 20%, 25% კრისტალებისა, 65-15% უგლეროდისა და 20% ჩვეულებრივი. ჩვეულებრივი მდგომარეობა იქნება. ყველაფერი იმასეა დამოკიდებული, თუ რომელ განზომილებაში მოხდება ადამიანი გადასვლის შემდეგ. და კიდევ ერთი შეკითხვა არის, თუ არა განიმედზე, ახლა კიდე კარგი მე ვიცი, რობოტმა წარწერით კიდე არასრულად დაწერა. არის თუ რა განიმედზე იუპიტერის ერთ-ერთ თანამგზავრზე გამოჯანმრთელების ცენტრი. კი, იქ არის გამოჯანმრთელების ცენტრი დაწესებულებები, სინამდვილეში ზოგ ადამიანებს და ბავშვებს, რომლებიც მიყავდა დედამიწიდან, იმისთვის რომ დრაკონელებისთვის შეიჭამათ, ან მონებათ ექციათ მარსიანულ კოლონიაში და სხვა კოლონიებში, შეიძლება ითქვას, რომ ეს გადარჩენილი ადამიანები და ბავშვები, რომლებიც გადაურჩნენ შეჭმას და მონობას, ისინი განკურნეს ამ ცენტრში, განიმედის კლინიკურ დაწესებულებაში, და მგონი ეს ცენტრი ისე დაიხურაო, მაგრამ გუშინ მუშაობდაო. არა, არ დაიხურაო, ის დღემდე მუშაობსო. მე ინფორმაციას მაცდიანო მეთაურეები ტორი, კორანდორი და აშტარი და სხვები. ძალიან საინტერესო შეკითხვა. რამდენია ადამიანების პროცენტი? ვინ გაიღვიძა ახლა? ესე იგი, რამდენია პროცენტი ადამიანებისა, რომლებაც გაიღვიძაო? თქვა ხომ იცით, სად არისო განლაგებული ვარსკვლავური კარიბჭეები სიდონში? ეს არისო ის კარიბჭეები არისო განლაგებული მთებში? და კითხვა დაუსვეს კიდევ, შემდეგი კითხვა ისმაილს, ვინ იყვნენ ვიკინგები? ისმაილი პასუხობს, რომ ვიკინგები ძველ დროში იყვნენ მოცურავე განვითარებული, ესე იგი, მოცურავე ფლოტის წარმომადგენლებიო. ზოგი ფიქრობს, რომ ისინი იყვნენ ერთ-ერთი გამქრალი ტომებისაგან ისრაელებისა, რომლებიც გახდნენ მოცურავეები და თავს შველოდნენო რომაელებს ბაბილონში, მაგრამ მოგვიანებით ისინი დაბრუნდნენ იმისთვის, რომ რომით დაეყენებინათ მუხლებზე სხვა ტომებთან ერთად. და ვინ არიან ისინი? შემდეგი შეკითხვა ეხება 154,000 ადამიანს. მე დადებული მაქვს ამ 154 ადამიანზე ვიდეო, პანდორა რევიზიონის ვიდეო, მაგრამ მე თქვენ ახლა გეტყვით, თუ რა პასუხი გასცა ისმაილმა ამ შეკითხვას. ისმაილი ამბობს, რომ ეს 154,000 ადამიანი არიანო ადამიანები,
რომლებიც არიანო ძველი სულები, რომლებიც იმყოფებიანო ახლა პლანეტაზე და რომლებიც გასახიერდნენ, რომ მე-10 საუკუნის ჩათვლით განზომილება, რომელიც არისო მარადიული, ხო ისინი არიანო იმ განზომილებებიდან, რომელიც ითვლება მარადიულ განზომილებად და შეუძლიათ გამოიყენონ 150 დნმ-ის, შეუძლიათ გამოიყენონ დნმ-ის 154 ძაფი. ხო, აი თუ გაინტერესებთ 154,000 ადამიანებზე, ვინც არ განსახიერდა, ნახეთ ჩემი ვიდეო 154,000 ადამიანზე, რომლებიც განსახიერდნენ დედამიწაზე, მაგრამ ჯერ ყველა არა გამოღვიძებული. კარგით, მოდით მე ამით დავამთავრებ ამ ჩვენ დღევანდელ ვიდეოს. მადლობთ ყურადღებისთვის, ხოლამდე.